გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. სანამ თავარ თემებზე გადავალთ, წამით მინდა გამოვეხმაურო იმ ინტელექტუალურ შტურმს, რაც ჩვენს წინა გადაცემას მოხდა. გახსოვთ ალბათ შალვა რამიშვილის იდეოლოგიური რეინკარნაცია, ოსვენციმის ექიმი ჯალათი, კარლ კლაუბერგი რომ გაგაცან. ხო და შეიკრიბნენ პოსტივის ეთერში და საკადრის პასუხი გამცეს. ბექა ყორჯია ჩემი აზრით ცდილობს მომბაძოს აი ეს პირდაპირ ვიტყვი აკრედიტაციის გარეშე აკეთოს. არ გამოსდის, ნიჭი არ აქვს. ისე შეამჩნევდით რამდენად არაწუხებს შალვას ეს ჩემი გამოხტომები. იმდენად არაწუხებს რომ მოისვა ბაჩოგური და ხანგური ამშვიდებს ხან მეორე. სინამდვილეში შენ გბაძავსო. არ ვიცი შალვა სულ რატომ გონია რომ მის აკრედიტაციის გარეშეს ბაძავ. აი 2023 წელს, როდესაც როინმეტრევოს დაურეკე, მაშინაც მომიძღვნა პოსტი და მაშინაც ეს რაღაც გადაცემა ახსენა. ახლავე წაგკითხავთ. რასაც ეგ ყორში აკეთებს, აკრძალული მეთოდია. როცა აკრედიტაციის გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაცი ჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია, გარანტია რომ აქვს. მე არ მქონდა იქ გარანტიები მიშას დროს. რასაც ახლა ვიტყვამის მოყოლას არ ვაპირებდი, მაგრამ ზოგადი სურათის გასააზრებლად მნიშვნელოვანი რამეა. საერთო ნაცნობი გვყავს მე და შალვას, მისი ძველი ახლობელი და იმან მითხრა. როინმეტრეველზე შენი სიუჟეტი რომ გავიდა, შალვა ერთი კვირის განმავლობაში თვრებოდა, ღამე მირეკავდა და გლანძღავდა. მთელი საათი ტვინს ბურღავდა იმაზე, როგორი უნიჭო ხარო და მე ვამშვიდებდი, მაგრამ თან ვერ ვამშვიდებდი. კარგი რა შალვა. ღირსების შენარჩუნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, თუნდაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში. მაგრამ რა ღირსებაზეა ლაპარაკი, როცა მთელი საქართველო სახეში გაფურთხებს. გაფურთხებ კი არა მაიწმინებაში. სწორია. უნდა მაიწმინდო. და რახან ღირსების შენარჩუნება ვერ შეძელი, უნდა შეინარჩუნო სტაბილურობა. სტაბილურობა შალვა. კაი, დავტოვოთ შალვა თავის წვენში და გადავიდეთ დღევანდელ გადაცემაზე. როგორც იქნა, ზაფხული დაიწყო და იმედია ადრე თუ გვიან დათბობაც გვეღირსება. ნორმალური ადამიანები უკვე შვებულებაში, ზღვაზე ან მთაში წასვლასა და გონების გათიშვაზე ფიქრობენ. მაგრამ არსებობს ხალხის ერთი ძალიან სპეციფიკური კატეგორია, რომელიც წამითაც არ ისვენებს. ხალხი, რომელთათვისაც შვებულება დროის ფუჭი კარგვა. ესენი არიან ქართული ოცნების ლოიალისტი ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები. თქვენ ალბათ გონიათ, რომ ბიუჯეტის ფულის მოპარვა მარტივია. რას უკაცრავად, ეს არის დამღლელი 24 საათიანი მძიმე ფიზიკური და გონებრივი შრომა. აბა სადეთ და გააფორმეთ მილიონიანი ტენდერი სიდედრის სახელზე ისე, რომ არავინ შეამჩნიოს. ან სადეთ ტყის ფონდიდან ამორიცხოთ ტერიტორია და იქ კორპუსი ჩადგათ. ამას სერიოზული ნების ყოფა, მენეჯმენტი და რაც მთავარია, უძილო ღამეები სჭირდება. ტყუილად კი არ ვამბობთ, რომ კორუფცია ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში შვეიცარიული საათივით გამართულად მუშაობს. მაგრამ როგორც ყველა წარმატებულ ინდუსტრიას, ამ დარგსაც სჭირდება წახალისება და ქართული ოცნებას თავის ლოიალურ კადრებს ისევე ექცევა, როგორც დიდი ბიზნესები თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს. აი ხომ გახსოვთ ადრე აფთიაქებსა და სუპერმარკეტებს რომ ქონდათ მტრედი ბარათი, მარწყვი, მსხალი, ზღარბი ბარათი. ზუსტად ამ პრინციპით ქოცების მთავრობამ შექმნა ექსკლუზიური ხარბი ბარათი, მეგობრებო. ხარბი ბარათი, დააგროვეთ კორუფციული ქულები და გადაცვალეთ ისინი დაუსაბუთებელ ქონებაში. ჩვენ წარსულშიც გავგიკეთებია კორუფციული სკანდალების ტოპ ათეულები, მაგრამ დარგი ისეთი ტემპით ვითარდება, ვერ ვეწევით. ამიტომ დრო გამოშვებით, რამდენიმე სერია კიდევ გვექნება ამ თემაზე და თქვენ კიდევ ნახავთ. ბიზნესისგან მოკრებულ მილიონებს როგორი ითვისებდნენ, როგორი ინაწილებდნენ, ეს კიდევ მესამე სერია იქნება, მეორე სერია იქნება, მერე მესამე სერია იქნება. დიახ, სერიებად გვექნება, რადგან ჩნდებიან ახალი სახეები, ან ძველი სახეები ბრუნდებიან ინოვაციური, სტარტაპული, კორუფციული იდეებით. მე გულწრფელად მჯერა, რომ შიდა ქოცურ სივრცეში ამ ხარბი ბარათის მფლობელებისთვის სეილების, აქციების და სპამ მესიჯების თავისი დახურული სისტემა არსებობს. წარმოიდგინეთ ტიპური მესიჯი, იჩქარეთ მხოლოდ ამ შაბათ-კვირას, ჩარიცხეთ 100.000 პარტიის ფონდში და მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება თბილისის ნებისმიერი სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნაზე. დედის ტრაკი.
სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ გადავშალოთ 2026 წლის ხარბი ბარათის კატალოგი და ვნახოთ რა ტენდერებით და შეთავაზებებით ისარგებლეს წელს ჩვენმა ჩინოვნიკებმა. ტოპ 5 ახალი კორუფციული სკანდალი მეგობრებო. მე-5 ადგილი ფსკერი. რადგან საქართველოს მიწები ისეთ კბილად და ლამაზად გადანაწილდა პარტიულ დონორებზე, რომ რუკაზე თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა წყალქვეშა სამყაროს ათვიზებაზე გადავიდეს. გადავინაცვლოთ ფოთში. უბრალოდ ჯერ მინდა ცოტა შორიდან დავიწყო. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ანტიკური კოლხეთი, ფაზისი. ძველი წელთაღრიცხვის მე-7 და მე-6 საუკუნე. ბერძენი კოლონისტები არსებენ ქალაქს, რომლის სახელიც ფასისი, სუფთა სითხეს, სისუფთავეს და სიწმინდეს ნიშნავს. ჰესიოდეს მიხედვით, ფაზისი თავად ღმერთების, ოკეანესა და თეტისის შვილი. წარმოიდგინეთ კულტურისა და ვაჭრობის ეპიცენტრი, სადაც საკუთარ ფულს ლეგენდარულ ვერცხლის კოლხურ თეთრს ჭრიდნენ და სადაც სტრაბონის ცნობით 60 სხვადასხვა ტომი იყრიდა თავს. არისტოტელე წერდა: ფაზისელები სტუმართ მოყარენი არიან, ისინი ამარაგებენ მათ, ვისაც გემი ეღუპება. სამნავს აძლევენ და ზღვითვე სამშობლოში აგზავნიან. გავიდა 26 საუკუნე, 2600 წელი და თქვენ გონიათ ეს გულუხობა დაიკარგა? არა მეგობრებო. უბრალოდ ახლა ფოთელების სიმდიდრეს კორუმპირებული მთავრობა განაგებს. დღეს ქართული ოცნების მთავრობა გასაჭირში მყოფ Forbes-ის მილიონერებს და ოფშორულ კომპანიებს პირდაპირ ზღვის ფსკერს ჩუქნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უახლეს კვლევაში კორუფციის ახალი სიღრმეები აღმოვაჩინეთ. თქვენ წინაშეა შეპესე Pace Georgia, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მფლობელი კომპანია. ამ კომპანიის 38%-იან წილებს ფლობენ ლაურა ლარიონი და ირაკლი კერვალიშვილი. ორივე მათგანი Forbes Georgia-ს მონაცემებით 100 ყველაზე მდიდარ ქართველს შორისაა. ქალბატონი ლაურა იმდენად მდიდარია, რომ 2015 წელს ცნობილ პანამის ქაღალდების სკანდალშიც კი ფიგურირებდა. ანუ პანამის ოფშორებიდან პირდაპირ ფოთის წყლებში ჩაყვინთა წარმატებით. ირაკლი კობახიძემ თავისი განკარგულებით Pace Georgia-ს სიმბოლურ ფასად 59 წლის ვადით გადასცა ფოთში ზღვის ფსკერზე არსებული 5239 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ანუ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება სრულად ფლობს ფსკერს. ერთი მხრივ ეს არის ერთი მორალური ფსკერი და გარდა ამისა უშუალოდ ფსკერი. აი მართლა მაინტერესებს ფიზიკურად როგორ ხდება ფსკერის გადაფორმება. საჯარო რეესტრის თანამშრომელი აკვალანგით ჩავიდა ზღვაში და წითელი ლენტი შემოავლო რიფებს. იქ იმ 5000 კვადრატულ მეტრზე მცხოვრები კამბალები და ბარაბულკები ახლა Pace Georgia-ს იჯარას უხდიან, ან სპანჯბობი რომ ცხოვრობდეს ფოთში, კერძო საკუთრებაში შეჭრისთვის დააკავებდნენ და გამოსახლების ორდერს მიუტანდნენ. როგორ ხდება საერთოდ ეს ყველაფერი მეგობრებო? და საერთოდ მაინტერესებს. აი რა ჯანდაბად უნდა თქოცებს ზღვის ფსკერი. ამაზე რამდენიმე ვერსია მაქვს. ვერსია A. ატლანტიდას ეძებენ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე უფრო ჩაძირული ეკონომიკა გვაჩვენონ და რაღაცა ინდექსში გამოიყენებენ. მეორე ვერსია. წყალს ზემოთ ყველა ფსკერი უკვე ჩახრიტეს და ახლა ახალ ფსკერებს ეძებენ ჩასახვრეტად. და მესამე ვერსია. ფსკერი ეს უბრალოდ მათთვის ბუნებრივი ადგილია. გულწრფელად გეტყვით, მე ამ ბოლო ვერსიას ვემხრობ. ესაა ერთადერთი კორუფციული სქემა, რომელსაც მივესალმებით და უფრო მეტიც, ფსკერს ქვემოთ რაცაა, ეგეც უნდა მიისაკუთრონ, რადგან ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, უკვე ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ. ამიტომაც თქვენთვის გვიჩუქნია ეგ სივრცე მთლიანად. სინამდვილეში კი ყველაფერს ლოგიკური და ბანალური პასუხი აქვს. ფოთის ფსკერის ახალმა მესაკუთრებმა როგორ ჟღერს. მესაკუთრეებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2017 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას ჯამში 1,146,000 ლარი შესწირეს. მოკლედ ჩვენ ვისმენდით ისტორიებს ტყეების გაყიდვაზე, მთების გაყიდვაზე, ჰაერის პრივატიზაციაზე, აბასთუმანში მაგალითად. მაგრამ ზღვის ფსკერის მიყიდვა პარტიული დონორისთვის არის სრულიად ფანტასტიკის სფერო. აი ჟიულ ვერნი რომ კოცი კორუმპირებული ჩინოვნიკი ყოფილიყო, მხოლოდ მაგას მოაფიქრდებოდა. ასე რომ მეგობრებო, თუ ოდესმე ფოთში მოხვდებით და ზღვაში საბანაოდ შეხვალთ, ფრთხილად იყავით. ფეხი რომ ფსკერზე დადგათ, შეიძლება მილიონერ ლაურა ლარიონის და ირაკლი კერვალიშვილის კერძო ტერიტორიაზე აღმოჩნდეთ. ჯობია ისევ ტივ-ტივი ისწავლოთ, სანამ კოცებს გრავიტაციაც იჯარით გაუციათ.
მეოთხე ადგილი ბოდბის პრივატიზაცია. ძველად ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც მონასტრები ხშირად სტაბილურობისა და გადარჩენის მთავარი წერტილები იყო. შუა საუკუნეებში, როცა გარეთ ომი, შიმშილი და ჭირი ბობოქრობდა, ხალხი სწორედ ტაძრების გარშემო სახლდებოდა და თავშესაფარს ეძებდა. ავიღოთ თუნდაც გელათის აკადემია, სადაც ქსენონი, ანუ საავადმყოფო ფუნქციონირებდა და ხალხს მკურნალობდა. ან ევროპაში სენ-გალენის სააბატო, რომელიც მთელი ქალაქისთვის ერთგვარი თავშესაფარი იყო. მონასტერი გეუბნებოდა, მოდი ჩემთან, აქ სიმშვიდე და უსაფრთხოება. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ეს ზოგადი პრინციპი საბჭოთა კავშირის ათეისტურმა ტერორმაც კი ვერ მოარღვია. თუმცა თურმე თუ სულიერების განადგურება გინდა, ეკლესიას ტერორით კი არ უნდა ებრძოლო, პირიქით, ძალაუფლება მიანიჭო ეკლესიაში ჩაბუდებულ არა კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში ეკლესიასთან არაფერი აკავშირებთ. მე კიდევ ერთხელ მოგიყვებით იმაზე, რასაც მთის ამბები უკვე 7 წელი აშუქებს. რა დაემართა სოფელ ქედელის მოსახლეობას, რომელთა მამაპაპისეულის სახლები ბოდბის მონასტრის, კონკრეტულად კი იღუმენია თეოდორას გაფართოების არეალში მოჰყვა. აქ იღუმენია თეოდორა ისე იქცევა, თითქოს მონასტრის წინამძღვარი კი არა, რომელიმე მსხვილი დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი იყოს, რომელსაც კვარტალური გეგმა აქვს შესასრულებელი მიწების გადაფორმებაში. ყველაზე სამაგალითო თამაზ გორელიშვილის ამბავია. კაცს აქვს მამაპაპისეული ნაკვეთი, 100 წლიანი, 100 ძირი კაკლის ხე, რომლითაც შემოდგომაზე 2 ტონა მოსავალს იღებდა. ასევე 10 ძირი მსხვილი შინდი, 20 ძირი ძველი ქართული ჯიშის ვაშლის სინაპი, ასევე ლობიო და კარტოფილი. ერთ დილასაც მიდის ბაღში და რას ხედავს? იღუმენია თეოდორას მიუყვანია მუშები, რომლებიც 100-მდე უზარმაზარ კაკლის ხეს ძირში ჭრიან. მონაზონი კი ეუბნება ძმაო თამაზ, ეს 100-ლოვანი ხეები უნდა გავჩეხოთ, ჩემი ბიზნეს პროექტისთვის მიწა მჭირდება. ესეთი რამე და ესეთი განუკითხაობა ჩემ ცხოვრებაში არ მინახე. არ ვიცი, მე სადღაც წავიდე და თავი ჩამოვიქჩო უნა ბოლო რა ალბათ. რა თქმა უნდა, თამაზი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, სიმართლის გასარკვევად საჯარო რეესტრში მიდის. წესით ეს ის სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ჩვენი საკუთრება უნდა დაიცვას. კი ბატონო, ეგრეა ყველგან. ოღონდ არა სიღნაღში. იქ საჯარო რეესტრი ცოტა განსხვავებულად მუშაობს. მიწების მეტი რა აქვს? წითელ წყაროში, დედოფლის წყაროში, შირაკში თვითონ ამდენი ტყე, აი, კი ბატონო, დათესა უნდათ, აი გორა, მოხნან დათესონ, რამდენიც უნდათ. ცოტა ადგილებია, რაღაც ჩვენი უნდა წაიღოთ. მაგრამ ამათ აქვს ერთი რამე, უნდათ რომ სულ ყველა გაგვაბარგონ აქედან. ეგ არის. კარგი, მე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ. აღარ შეიძლება კომენტარს გაკეთება, იმიტომ რომ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ფაქტის სახეზეა. აქვე უნდა ითქვას, რომ აუქციონი ისე ჩატარდა, მოსახლეობას არც კი უთხრეს, რომ მათ მიწებს ყიდნენ. იღუმენია თეოდორას არგუმენტი კი აი ასეთია. ესე იგი, არც ერთ აუქციონზე, არც ერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეუბნება, არ ეპატიჟება თავის კონკურენტს აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. აღმოჩნდა, რომ თურმე სახელმწიფოს ფარული აუქციონი ჩაუტარებია და ქედელში 60 ჰექტარი მიწა, ანუ ლამის ნახევარი სოფელი, ნახმარი ჰონდა სივიკის ფასად 13,660 ლარად მიუყიდია ვინმე მიხელ დალაქიშვილისთვის. და ვინ არის ეს იღბლიანი მიხელ დალაქიშვილი, რომელმაც 60 ჰექტარი კაპიკებში იყიდა? ის არის იღუმენიას უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი. და იცით ყველაზე სასაცილო რა არის ამ სქემაში? მიწების ამ მასშტაბური დათრევის შემდეგ ეს ჩვენი მიხეილი სრულიად შემთხვევით მღვდლა დაკურთხეს. ანუ სახელმწიფო ჯერ ფარულად ყიდის შენს მიწას, მერე საბუთს გიუქმებს, ამ შენს მიწას იღუმენიას მაკაცი კაპიკებში იფორმებს და ბოლოს რომ ვეღარაფერი მოთხოვო და სასამართლოში ვერ უჩივლო, ეს კაცი პირდაპირ ანაფორას იცვამს და ხელშეუხებელი ხდება. მიწა დამიბრუნე კი არა, შენობიდან გამოსვლისას ხელზე უნდა აკოცო და დალოცოთ ხო. და თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის ინციდენტია, ძალიან ცდებით. ბოდბის მონასტრის урბანული განვითარების გეგმაში სხვებიც მოყვნენ. მაგალითად, ექიმი გოდერძი გორდეზიანი. კაცს უნდოდა თავის ეზოში, მონასტრიდან 9 კილომეტრში პატარა კაფე აიშენებდა. მოიყვანა ტრაქტორი მიწის მოსასწორებლად. ზუსტად 5 წუთში თავზე წამოადგნენ პოლიციის უფროსი, გამგებელი და იღუმენიას რისხვა. გამორთე ეგ ტრაქტორი ხმაურობდა წმინდა ნინო წუხდებაო. აი ამ ტრაქტორის ხმაზეო მათ საძირკვეს ოთხიო წმინდა ნინო წუხდებაო.
წმინდა ნინო, რომელიც კაბადოკიიდან ფეხით მოვიდა და მაყლოვანის ბუჩქის ქვეშ შიშველ მიწაზე ცხოვრობდა, ამ მშენებლობაზე წუხდებაო. მაგრამ მოიცათ, იქვე ეკლესიიდან 15 მეტრში თავად მონასტერი აშენებს უზარმაზარ კაფე-რესტორანს, ორდონიან მიწისქვეშა ფასიან პარკინგს, სასტუმროს და ბეტონის გალავანს. აი, ხომ გეუბნებით, მძიმე ტექნიკა მუშაობდა 25 წლის განმავლობაში. მაშინ არ წუხდებოდა წმინდა ნინო. ეტყობა, როცა მათი ექსკავატორი მიწას თხრის, ისეთი ხმა აქვს, თითქოს ანგელოს და გუნდი მოცარტის რეკვიემს ასრულებდეს. მაგრამ გლეხის ტრაქტორი თუ დაიქოქა, ეგრევე ყველა წმინდანი აპროტესტებს. ჯერ კიდევ 2007 წელს ადგილობრივი მაცხოვრებელი ილია გოგოლაშვილი მონაზვნებმა პოლიციას დააჭერინეს. საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. კაცი 2 დღე იზოლატორში იჯდა. რომ გამოვიდა და სოფელში დაბრუნდა, მისი სახლი აღარ დახვდა. მიწასთან იყო გასწორებული და იქაურობა მოსუფთავებული. და იცით ყველაზე ცინიკური რა არის? ერთ-ერთ ინტერვიუში ადგილობრივი ყვება რა უთხრა მას მონაზონმა. აი მოისმინეთ. მონაზონი მეუბნება ამ ერთი კვირის წინ, რომ ხედაო, გამოიხედე, არც ერთი მოსახლე აქ აღარ არის. ამოწყდა ხალხიო მთლიანად. რას ამბობთ მეთქი, როგორ თუ ამოწყდა მეუთხარ. რას ქვია ამოწყდა და იმიტომ რომ აღარ არის სოფელი, იმიტომ რომ ურწმუნოები იყვნენ ისინიო. უფლის წმენა არ ჰქონდათო და უფალმა დასაჯა ეს ხალხი მთლიანად. მართალია ტაძარი უფლის სახლია, მაგრამ ქრისტიანობა თუ რამის გვასწავლის არის ის, რომ ღმერთს დასავანებლად 1000-ობით ჰექტარი სულაც არ სჭირდება. ის სულ რაღაც 10 კვადრატულ სანტიმეტრშიც ბუნებრივად ეტევა. ეს არის ადამიანის გულის ზომა. უფალი ვერ იქნება უზარმაზარ გრანდიოზულ შენობებში, რომელიც სხვების აწიოკების ხარჯზე შენდება. დიდ კაცთან პატარა კაცსაო, როდის გაესულია მართალიო. არაფრის იმედი აღარ მაქვს. შეგახსენებთ, რომ ქრისტემ დასაბადებლად ბოსელი აირჩია და არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საკუთარი ლაუნჯით. ამ ყველაფერს ამძაფრებს ისიც, რომ ბოდბის მონასტერი არასდროს ყოფილა დახურული ელიტური კლუბი, სადაც შესვლა მხოლოდ რჩეულებისთვის ან შესაბამისი დრესკოდით იყო დაშვებული. პირიქით, მაგალითად მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა აქ დედათა მონასტერი აღდგა, იცით პირველი რა გააკეთეს? წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გახსნეს, სადაც გლეხის ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, სრულიად უფასოდ აძლევდნენ განათლებას. მეტიც, მონასტერთან ფუნქციონირებდა საავადმყოფო და ობოლთა თავშესაფარი. ანუ ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანს ეხმარებოდნენ, კურნავდნენ, ასწავლიდნენ, პატრონობდნენ. და სად გაქრა ასეთი ბოდბე? ეს ფეშენებელური კელიები, ფასიანი პარკინგები, კაფეები და სავაჭრო ობიექტები კი, რისთვისაც ბოდბეში ხალხს მამა-პაპისეულ ეზოებს ართმევენ, ცოტა უფრო იმ სიტუაციას გავს, საიდანაც ოდესღაც ქრისტემ ვაჭრები გაყარა, ვიდრე სულის სიმშვიდისთვის აშენებულ სავანეს. მესამე ადგილი, აგროკრედიტი. ეს სეგმენტი აუცილებლად იმათ უნდა ანახოთ, ვინც ამბობს, რომ ქართული ოცნება არაფერს აკეთებს გლეხებისთვის. აი სპეციალურად თქვენთვის უმადურებო. სინამდვილეში ბიუჯეტიდან 10-ეულობით მილიონი ლარი იხარჯება სოფლის მეურნეობის დასახმარებლად. არსებობს ასეთი პროექტები: შეღავათიანი აგროკრედიტი და დანერგე მომავალი. და თუ მაინც არ გჯერათ, მოდით გავიცნოთ ის ალალი, შრომელი გლეხები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა იმთავითვე შეამჩნია. მეც გლეხიშვილი ვარ, მეც სოფლიდან წამოსული ვარ, მიწაზე მუშაობდი ძირითადად და ძალიან კარგად ვიცი შრომის მასი, როგორი დაკოჟრილი ხელები გაქვთ თქვენ, როგორი შრომელი ხალხი ხართ ამას. აი მაგალითად რიგითი გორელი გლეხი, დაკოჟრილი ხელებით, ნაწვალები, მზისგან გამოფიტული, მიწისფერი ხელებით იგი ყოველდღე ეჭიდება მადლიან, თუმცა ჯიუტ ნიადაგს, რათა ოფლითა და დაღლილობით მორწყული ხნულიდან პური გამოზარდოს. მისი სახელია ვახტანგ კარიჭაშვილი. 2026 წლის მონაცემებით Forbes-ის 100 უმდიდრესი ქართველის ათეულშიც კი არ შედის. მე-11 ადგილზეა გაჭედილი. ისე უჭირს ნახევრად მშიერი დადის. ხოდა ჩვენმა სოფლის განვითარების სააგენტომ შეხედა ამ საცოდავ კაცს და უთხრა: ვახტანგ, გულში მჯიხს ნუღარიცებ. აჰა შენ 85 მილიონი ლარი ბიუჯეტით. დიახ, არ მოგესმათ. 85.5 მილიონი ლარი პირდაპირ უკონკურენტო ტენდერით გადაეცა ვახტანგ კარიჭაშვილს.
ოღონდ გადაეცა როგორც გლეხს. ხო თქვა ბიძინამ, გლეხებისთვის შრომის იარაღები შეიცვლებაო. ხელით შრომიდან ნელ-ნელა გადავართ უფრო გონებრივ შრომაზე, გონებრივ შრომაზე, შევიცვლით შრომის იარაღს თანდათანობით. ასია, ვახტანგ კარიჭაშვილისთვის თოხი კომპიუტერის კლავიატურა, მოსავალი კი ტენდერმა ჩაანაცვლა. როგორ და ვახტანგი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი. აბა დეიდაშვილის ძმაკაც ტრაქტორის სესხის პროცენტით ხომ არ დაახრჩობს. არდაკას თბილისში, ბათუმში და ბაკურიანში 50-ზე მეტი უძრავი ქონება აქვს. ეთყობა ბაკურიანის პენტჰაუსში მოჰყავს საუკეთესო ჯიშის კარტოფილი და ამისთვის ჭირდებოდა ჩვენი ფული, მეგობრებო. და ახლა შეხედეთ ლოიალობის პროგრამის ძალას. ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა ქართულ ოცნებას 793,000 ლარი შესწირეს. სანაცვლოდ კი მიიღეს 85 მილიონი. ინვესტირებასაც ხომ ნიჭი უნდა. ჩადე ფული მართლ პარტიაში და ამოიღე 10,000%-იანი მოგება. მაგრამ სია აქ ამთავრდება. ამ დახმარების რიგში დგანან ალექსანდრე ივანიშვილი, თავად ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეპუტატი ზაალ დუგლაძე. ამ ორმა პატიოსანმა კაცმა ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი წაიღო. ბიძინა ივანიშვილს თავის დაპირებაში გლეხებისადმი პრინციპში ტყუილი არც არაფერი უთქვამს. მე ვიტყოდი ძალიან პირდაპირიც კი იყო. ამით ჩვენ შემოსავლის რაოდენობასაც პარალელურად გავზდით ჩვენი ოჯახების და ჩვენ აუცილებლად ღირსეულად და შესატყვისად ევროპულად ვიცხოვრებთ მომავალში. გარდა ამისა, შეღავათიანი აგროკრედიტი გლეხებისთვის, ვიმეორებ, გლეხებისთვის სხვებმაც მიიღეს. ძმები ჩხაიძეები 34 მილიონი ლარით. ალექსანდრე ხარებავა 18,1 მილიონი ლარით. ლაშა პაპაშვილი 10,9 მილიონი ლარით. სხვა შორის ეს ის ლაშა პაპაშვილია, სკინტლიან ძეს რომ ასმევდა მოსახლეობას და მე ასე აპრავებდა. პროტეინის შემცვლელი დანამატი არის ეს და ინდუსტრიისთვის ცნობილია ამის. მოკლედ, ფული იმდენია დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის 25 წლის შვილსაც კი არ დაწყვიტეს გული. და როგორც გლეხს 277,000 აჩუქეს ბიუჯეტიდან. ჩიგოგიძე გახსოვთ ალბათ, მხრინავი დეპუტატი. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც კრემლთან დაახლოებული კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ოჯახია, რომლებმაც 9,5 მილიონი ლარი წაიღეს როგორც გლეხებმა. უბრალოდ თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ეს სურათი. მაკა ასათიანი შანელის რეზინის ბოტებით, ბალენსიაგას წინსაფრით და გუჩის თოხით ხელში დგას კახეთის მზეგულზე, ბოსტანს ჩიჩქნის, შუბლიდან ოფლს იწმენს და ამბობს. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ქინძი მომეყვანა. არა მარტო ქინძი, მეგობრებო, იქ ოხრახუშია, პამიდორია, კიტრია. აი კიტრის უკმაყოფილო დარჩი ცოტა. აი კიტრის ამბავი ჩაოფლავდა, მეგობრებო. აი ხო ჭირდებოდა ეხა ამას ცოტა ხელისკურა, мотиваციის მიცემა. ამიტომაც მისცეს 9,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან. მაკა ასათიანს, როგორც გლეხს. აი გლეხი კაცი რომ მივიდეს ბანკში და 5,000 ლარი ითხოვს ტრაქტორის ნაწილის საყიდლად, ისე ცნობებს თხოვენ, ლამის ბაბუამისის დნმ-ის ანალიზი მოატანია. მაგრამ თუ ხარ მაკა ასათიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს კარი შენთვის ფართო და აღია. მოკლედ ეს არის ნამდვილი შეღავათიანი აგროკრედიტი გლეხებისთვის. შეღავათი მათ, ვისაც ისედაც ყველაფერი აქვს და კრედიტი ჩვენ, ვინც ამ ყველაფერს ვიხდით. მეორე ადგილი ციხე. მოდით ახლა ვისაუბროთ ციხეზე. ზოგადად ციხე ისეთი ადგილია, სადაც ადამიანი სასჯელს იხდის. წესით სასჯელი თავისუფლების აღკვეთაა, ანუ ის რომ გარეთ არ გიშვებენ, უკვე სასჯელია. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად ნორვეგიაში, პატიმრებს აქვთ თავიანთი პატარა სამზარეულოები, სადაც სუფთა საკვებს იმზადებენ. ამის უკან ძალიან მარტივი და პრაგმატული ლოგიკა დგას. სახელმწიფო ამბობს, თუ ადამიანს შიგნით ველურივით არ მოექცევი, ციხიდან გამოსვლის მერე ველურივით არ მოგექცევა. მაგრამ ქართული ოცნება, რისი ქართული ოცნება იქნებოდა, ევროპული მიდგომები ფეხქვეშ რომ არ გაეთავათ. გაიცანით კომპანია ილი ჯგუფი. სახელი ისე ჟღერს, თითქოს რაღაც პრესტიჟული ჰოლდინგია. სინამდვილეში კი მათი მთავარი მოვალეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, ანუ ციხეებში პატიმრების კვებით უზრუნველყოფა. ამ კეთილშობილურ მისიაში მათ 2020-25 წლებში სახელმწიფოსგან არც მეტი არც ნაკლები 180 მილიონი ლარი მიიღო. 180 მილიონი. ამ ფულით წესით ციხის სასადილოში სტეიკები უნდა მზადდებოდეს. თითოეულ პატიმარს პირადი სომელიეც უნდა ემსახურებოდეს და დესერტად შოკოლადის
ტრიუფელებს უნდა მიირთმევდნენ. რეალობა კი ისაა, რომ ნედლი ხორცის და ნატურალური კარაქის ნაცვლად ილიჯ ჯგუფმა ციხეებში ისეთი პროდუქტები შეიტანა, რომლის დანახვაზეც ქუჩის ზაღლებიც კი ეგრევე ვეგანები გახდებოდნენ. საუბარია გაურკვეველი წარმომავლობის იაფასიან სოსისებზე, რომლებსაც ფრინველის ბუმბულების ზედვე ჰქონდა შერჩენილი. მაგრამ ბუმბულებიანი სოსისი კიდევ არაფერია. მენიუს მთავარი მარგალიტები იყო ობიანი პაშტეტი მატლებით და ხოჭოპური. ხაჭაპური ხოჭოებით. ახლა მოდით ობიექტურები ვიყოთ. ისტორია მიცის შემთხვევები, როცა გაფუჭებული საჭმლისგან კულინარიული შედევრები შექმნილა. მაგალითად, ოდესღაც ფრანგმა მწყემსმა გამოქვაბულში ყველი მიატოვა. დაობდა ეს ყველი და ასე მივიღეთ ლეგენდარული როკოფორი. იგივე ლურჯი ყველი. ან თუნდაც იაპონური ნატო, ფერმენტირებული სოიოს მარცვლები, რომელზეც მთელი იაპონია ჭკუას კარგავს. ილიჯ ჯგუფს სულ ოდნავ მოხერხებული პიარ მენეჯერი რომ ყოლოდა, ხომ შეეძლო ეთქვა. ხალხო, რის მატლებიანი პაშტეტი, რის გაფუჭებული ხაჭაპური, ჩვენ პატიმრებისთვის პატედოგლდანის პაშტეტს ვამზადებთ. ეს არის ექსკლუზიური ევროპული დელიკატესი. ხოლო ხოჭოები ცილის დამატებითი ეკოლოგიურად სუფთა წყაროა. მერწმუნედ ეს გაცილებით დამაჯერებელი გაправება იქნებოდა, ვიდრე ის, როგორც გამოიძვრინეს თავი. წესითა და რიგით ამ აღმოჩენის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლები იაშა და ლაშა თან სახელებიც ისეთი აქვთ 90-იან წლების მდარე ხარისხის კრიმინალური კომედიის პერსონაჟები გიგონებთ. ესენი უნდა დაეჭირათ და ის ობიანი პაშტეტი პირდაპირ სასამართლო დარბაზში შეეჭმიათ. ლამის ასეც მოხდა. მათ 37 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მაგრამ ილიჯ ჯგუფმა თავი გენიალურად იმართლა. ეს 37 მილიონი რომ გადავიხადოთ, ფული აღარ დაგვრჩება და პატიმრებს საერთოდ მშივრებს დაგიტოვებთ. რაზეც ქართული ოცნების მთავრობამ, რა თქმა უნდა, კაცრი და უკომპრომისო პასუხი გასცა. მაგაზე არ გვიფიქრია, კარგით ბატონო. მოდი ამ 37 მილიონიან ჯარიმასაც გაპატიებთ, ეგ ძველი ხელშეკრულებას დაიტოვეთ და აჰა კიდევ ერთი ახალი 103 მილიონიანი ტენდერი. თან ისე რომ კონკურენტი არ გეყოლებათ, ზედმეტად რომ არ ინერვიულოთ და ტენდერის მოგებაზე არ გადაიღალოთ. გაინტერესებთ რატომ აპატიეს? რით დაიმსახურებს მატლებიანი პაშტეტის ავტორებმა ასეთი VIP პირობები. საქმე ისაა, რომ იაშა და ლაშა მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან. მთლიანობაში კი სურათი ასე ლაგდება. ქოცები იღებენ ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს და ასეულობით მილიონს ურიცხავენ ილიჯ ჯგუფს. თავის მხრივ ილიჯ ჯგუფი ამ ფულით ნორმალური ხორცის და საკვების ნაცვლად ყიდულობს იაფასიან ნაგავს, ობიან პაშტეტს და მატლებს. ვინაიდან ნაგავი თეთრები ღირს, კომპანიას რჩება კოლოსალური მოგება. და ბოლოს, ამ მოგების ნაწილს იაშა და ლაშა ოფიციალურად სუფთა და ვითომც აქ არაფერიაო, სწირავენ ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიისთვის. კორუფცია ცელიტური ჩათვალით რომ მოვალთ ეს ამის გაგონებაც აღარ იქნება თუ ეს ვინმე მგაბედა და ჩემი გონის რა თქმა უნდა დიდი დრო არ დაჭირდება ამის აღმოფხვრას. ანუ მარტივი მათემატიკა რომ მოვიშველიოთ, გამოდის რომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორები სინამდვილეში თავად პატიმრები არიან. უბრალოდ მათ ეს არ იციან. ყოველ ჯერზე როცა ციხეში პატიმარი ბუმბულიან სოსის ყლაპავს ან ხოჭოპურს მიირთმევს, ის ფიზიკურად აფინანსებს მართველი პარტიის ბიუჯეტს. და ბოლოს მეგობრებო, მივადექით პირველ ადგილს. ალბათ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ზღვის ფსკერის გაყიდვაზე ან პატიმრებისთვის მატლებიანი პაშტეტით გამასპინძლებაზე უარის. რადა დროისა და სივრცის ახალი განზომილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი კალენდარი გვინახავს. იულიუსის, გრიგორიანული, მაიასტომის, მაგრამ ქოცებმა გადაწყვიტეს ახალი კალენდარი შექმნა. აფერისტების. საქმე ისაა, რომ 12 თვე მათ მადას ვეღარ აკმაყოფილებს. ქოცებმა გაარღვიეს დროისა და სივრცის საზღვრები, მეგობრებო, და იქაც მოპარვა დაიწყეს. მათ პარლამენტში შეაქვთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერებისა და წმუნებულების მოადგილეებს 12 თვეში 15 ხელფასი უნდა გადაუხადოთ. დიახ, ჩვეულებრივი მოკტავებისთვის წელიწადში 12 თვეა, ჩინოვნიკებისთვის კი 15. ყველას ეზრდება, ყველას აბსოლუტურად საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. ყოველდღიურად იზრდება. ვინ ყველას ბეჟან? აი მე მაინტერესებს, აი ახლა ვინც მიყურებთ. როდის გაგეზარდათ ბოლოს ხელფასი? აი ბოლო 1 წელიწადში ხელფასი გაგეზარდათ? თუ არ გაგზრდიათ, მაშინ მოდით ჯერ გაუშვათ ბეჟან წაქაძის აი ეს სიტყვები ისევ გაუშვით.
ყველას ეზრდება, ყველას აბსოლუტურად საქართველოში. აბა ვისაც ხელფასი წელს არ გავგზრდია, ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ბატონ ბეჟანს, მეგობრებო. დედის ტრაკი. რეალობა კი ისაა, რომ თბილისის მერის მოადგილის ხელფასი ბოლო 4 წელიწადში ლამის 50%-ით 6,765 ლარიდან 9,840 ლარამდე გაიზარდა. ანუ ლოგიკა მარტივია. მერის მოადგილეს დღეში 328 ლარი არ ყოფნის და სულიერად იტანჯება, ხოლო პენსიონერს დღეში ლარი და რაღაც უნდა იყოს. საჭმელზეც, წამალზეც და კომუნალურებსაც. იმა ბერაძეს მიაჩნია, რომ დღეში ერთხელ საკვები კალორიების დაცვით ხორციელდება, რის გამოც ლარი და 18 თეთრი საკმარისია. ლარი და 18-ში თავიდან ბოლომდე არის გაფლილი კალორიულობა. მოკლედ, თუ ეს კანონი გავა, მერის მოადგილის ხელფასი თვეში საშუალოდ 12,792 ლარი გამოვა. ვის მისცემენ ამ ჯილდოს? ვისაც უფროსი ჩათვლის საჭირო. არავით არის კრიტერიუმი, არავით არის ობიექტური შეფასება და მონიტორინგი. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, მინისტრი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დილით. ეს სქემა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ახალი არაა. ქოცების პირველ და მეორე ვადაში ძალიანაც კარგად მუშაობდა და მერე 2017 წელს, როგორც იტყვიან ხოლმე, Deep State-ის დაძალებით გაუქმდა. ხოდა ამ გაუქმებულ კორუფციულ სქემას ისევ უკან აბრუნებენ. ალბათ იკითხავთ, რატომ გავიყვანეთ ეს საკითხი პირველ ადგილზე. აქამდე ხომ გაცილებით უფრო დიდი ულუფები და სკანდალები განვიხილეთ. ამას თავისი ლოგიკა აქვს. სინამდვილეში ყველაზე მეტად სწორედ ეს საკენკი პრივილეგიებია პრობლემა. რადგან 10,000-ობით საჯარო მოხელეს იწევს კორუფციის ჭაობში. მეგობრებო, ალბათ გაგიგიათ მაიმუნის ხაფანგის პრინციპის შესახებ. მონადირე იღებს მძიმე, ვიწრო ყელიან დოკს, მაგრად ამაგრებს ხეზე და შიგნით რაიმე ტკბილეულს, მაგალითად თხილს ამ ბანანს აგდებს. მოდის მაიმუნი, იხედება დოკში, ყოფს ხელს და თან იმდენად ხარბია, რომ ამ ტკბილეულს მთელი მუჭით ბღუჯავს. ხოდა ზუსტად აქ მთავრდება მისი თავისუფლება. შეკრული მუშტი ვიწრო ყელში აღარ ეტევა და ხელი სამუდამოდ ეჭედება. მაიმუნი ხედავს, რომ მონადირე უახლოვდება, ხვდება, რომ საფრთხეშია. პანიკაშია, ხტის, წივის, კივის, მაგრამ იმდენად ხარბია, რომ იმ ერთ მუჭად ხელს მაინც არ უშვებს. გადარჩენა უმარტივესია, უბრალოდ თითები უნდა გაშალოს, საჭმელი დათმოს და გაიქცეს. მაგრამ ურჩევნია ტყვეობაში მოკვდეს, ვიდრე ნადავლს შეელიოს. ზუსტად ეს არის ის, რაშიც ჩვენმა ჩინოვნიკებმა თავი ამოყვეს. თქვენ გონიათ ისინი გამარჯვებულები არიან? გონიათ სისტემა მოატყვეს და ახლა ბედნიერად ითვლიან ფულებს? არა, მეგობრებო. სისტემა მათ დაუდგა ვიწრო ყელიანი დოქი და შიგნით ჩაუყარა მე-13, მე-14, მე-15 ხელფასი, ფოთის ფსკერი, პატიმრების მოპარული ფული და ასლოვანი კაკლის ხეები. ამათაც სიხარბით დაბრმავებულებმა შეყვეს ხელი, ჩაბღუჯეს ეს ყველაფერი და ახლა მუშტი გაჭედილია. მათი კორუფციული წარმატება სინამდვილეში მათივე ხაფანგია. ისინი უკვე მძევლები არიან. გადარჩენის ერთადერთი გზა ხელის გაშვება. პრივილეგიებზე უარის თქმა და მუშტის გახსნა, მაგრამ საკუთარ ნადავლს ისე ჩაეჭიდნენ, თავისუფლებას დაკარგეს და ღირსებაც. უბრალოდ მაიმუნს ევოლუციის შანსი მაინც აქვს. ამათ არ მგონია. მე ვარ ბექა ყორშია, ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვალაიქებთ და გვიკომენტარებთ. ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და მადლიერებით ვივსებით. შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.